გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაის და გარემოს დაცვის ექსპერტებს შეხვდა. მხარეებმა შავი ზღვის გალურჯება პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ზღვის პლასტმასი დაბინძურების შემცირება საქართველოში შემაჯამებელი ანგარიში განიხილეს. დავით სონღულაშვილის განცხადებით, ბოლო წლები აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გარემოს დაცვითი პოლიტიკის სრულყოფისა და მისი ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით. Fonda შეხვედრა მსოფლიო ბანკთან, სადაც წარმოადგინეს კვლევა გარემოს დაბინძურებასთან მიმართებით, განსაკუთრებით აღსანიშნავი არის პლასტიკის დაბინძურების ნაწილი, მდგომარეობა და სურათი საკმაოდ რთულია. Მნიშვნელოვანი არის, რომ გაკეთდეს ხისიერი რეაგირებები ამ გამოწვევებთან მიმართებით, შესაბამისად, ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, რადგან დავიგეგმოთ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც უნდა იყოს გადადგმული პირველ რიგში, რომ შეიზღუდოს პლასტიკის მოხმარების ნაწილი და შემდგომში როგორ შეიძლება იყოს ეს მინიმუმამდე დაყვანილი. და შესაბამისად იქნება უკვე სამუშაო ჯგუფი შექმნილი, რომლის მიხედვითაც იქნება დაგეგმილი უკვე მოკლეს ვადებში შესაბამისი გეგმები და შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც აუცილებელი არის ამ გამოწვევის შესამცირებლად და აღმოსაბრად.